არჩევნებამდე 5 თვით ადრე ჯერ ისევ უცნობია კიდევ რომელი ოპოზიციური პარტია მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ახლები გამორიცხავენ. მათი წარმომადგენლების შეფასებით ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ წინასაარჩევნო მზადება უკვე დაიწყეს. ქართული ოცნების წარმომადგენელი თამარ მურალოვა დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და როგორც გორში, ისე 63 მუნიციპალიტეტში მოსახლეობა საკრებულოს წევრებსა და მერებს სწორედ ქართული ოცნებიდან აერჩევს. ცნობისთვის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობაზე ამ დრომდე ბუნდოვანი პასუხი აქვთ პარტიებში ლელოსა და გახარია საქართველოსთვის. რაც შეეხება გირჩს, პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე აქტიური მზადება აქვთ დაწყებული. არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარდება. ქართული ოცნება ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ აღიარებს არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით ცივილიზებული მოსახლეობა, ამიტომ ის რამდენად დაიწყებს წინასაარჩევნო მზადებას, ამას დიდი მნიშვნელობა არავისთვის არ აქვს, უკეთესია და უმჯობესია მისთვის, რომ მოისმინოს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევა, ასევე საკუთარი მოსახლეობის სურვილი, დანიშნოს მან ხელახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეები და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ახალ არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება შემდეგ დანიშნავს იმ ადგილობრივ არჩევნებს, რომელშიც ექნება ლეგიტიმაცია და მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის მოსახლეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვეზე სულ ცოტა მეტი დარჩა. საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა ოფიციალურად, თუმცა ვემზადებით უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს ქვეყანაში 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება აუცილებლად ჩვენს ხელისუფლებას ექნება. ოპოზიციის განცხადებები ხა რა თქმა უნდა ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეხლა ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ სხვანაირად მაშინ ეხლა მაგათი არსებობა უკვე ალბათ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენ გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ, კიდევ ბევრი დაპირება გვექნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.